დღევანდელი დღის თემა. გააშენა ღმერთმა სამოთხე ედემის აღმოსავლეთით და დადო იქ კაცი, რომელიც შექმნა. როდესაც ვხედავ, რაოდენ გაუმაძღარია თქვენი სურვილი, რაოდენ დიდია თქვენი გულმოდგინება და როგორ არის დაძაბული თქვენი გონება, თითოეული თქვენგანი რაგვარი სურვილითა და ყურადღებით ისმენს სულიერ სწავლებას. მე მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებ ჩემს სიღატაკეს, მაინც ვცდილობ, განუწყვეტლივ და ყოველდღიურად შემოგთავაზოთ უბადრუკი და მწირი ტრაპეზი. რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სიამოვნებით მიიღებთ ჩემს სიტყვებს, როგორც ყველა მიცის ხორცელ საკვებთან დაკავშირებით ხდება ხოლმე. თუ კი სტუმრებს კარგი მადა აქვთ, თუნდაც სუფრა ღარიბული იყოს და მასპინძელი ხატაკი, ისინი დიდი სიამოვნებით შეექცევიან შეთავაზებულს. მაგრამ თუ სტუმრები უმადობას უჩივიან, დიდებული და სხვადასხვაგვარი ხორაგით სავსე ტრაპეზიც კი არაფერს ნიშნავს, რადგანაც სტუმრები მომზადებულ კერძებს მაინც ვერ გასინჯავენ. აქ კი, რადგანაც ღვთის მადლით სულიერი ტრაპეზისადმი თქვენ ასეთ აღტკინებას გამოხატავთ, ჩვენს დიდი მოშურნეობით ვილაპრაკებთ, რაკიღა დავრწმუნდით, რომ ამ საღვთო სწავლებას ყურადღებიან მსმენელს ვთავაზობთ. ასეა მიწათმოქმედიც. თუ ნოყიერ და ნაყოფიერ მიწას ნახავს, ძალისხმევას არ დაიშურებს, კვლებს გაიყვანს, გააფხვიერებს, ეკლებს გამარგლავს, თესლს უხვად ჩაყრის და კეთილი იმედით ახსავსე ყოველდღიურად ელის, როდის გაიზრდება ნათესი. მიწის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, იგი დათესილზე გაცილებით მეტ მოსავლას ელის. ასე ვართ ჩვენც. თქვენს ყოველდღიურ ძალისხმევას, მზარდ სურვილს, გაძლიერებულ მოშურნეობას რომ ხედავთ, კეთილად ვიმედოვნებთ და თავადაც დიდი გულმოდგინებითა და მოშურნეობით ვცდილობთ, რასაც შევძლებთ, ყველაფერი გავაკეთოთ თქვენი სიყვარულის დასამოძღვრად, ღვთის სადიდებლად და წმინდა ეკლესიის საქებრად. ასე რომ თუ გსურთ, ჯერ ძველი საუბრიდან გავიმეოროთ მცირედი, შემდეგ კი თანმიმდევრულად განვიხილოთ ამჟამინდელი საკითხავი. ბოლო ჯერზე რას განვიხილავდით, სადამდე გავაგრძელეთ სიტყვა და რაზე შევჩერდით. აი, ეს უნდა ვთქვათ. შექმნა ამბობს უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან და შთაბერა მას სიცოცხლის სული და ცოცხალსულად იქცა ის კაცი. რაც მაშინ ვთქვი, იმას ახლაც გავიმეორებ და გამუდმებით სწორედ ამას ვილაპარაკებ, რომ ყოველთა მეუფის სიყვარული ჩვენი მოდგმისადმი დიდია და გამოუთქმელი. ჭეშმარიტად, ჩვენი ხსნისათვის მან თავი უკიდურესად დაიმდაბლა, უდიდესი პატივი არ გუნა მან ამ ცხოველს, ანუ ადამიანს. ყველა თავისი სიტყვითა და საქმით დაამოწმა, რომ ყველა დანარჩენ ხილულზე გაცილებით მეტად ზრუნავს მისთვის. არაფერი გვაფრკოლებს, რომ თქვენს სიყვარულს დღესაც იგივე საგანი განუმარტოთ. კეთისურნელოვანი ნივთიერება, რაც მეტად გაისრისება თითებს შორის, სურნელებას მეტად გამოსცემს. ასე ხდება წერილთან დაკავშირებითაც. რაც მეტად ცდილობენ ჩაწვდნენ მას, იქ დამარხული უფრო მეტი და მეტი განძი ჩნდება და მისგან დიდი და გამოუთქმელი სიმდიდრე მოიპოვება. შექმნა ნათქვამია უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან. ამ სიტყვების დასაწყისიც კი დიდ სხვაობაზე მიგვანიშნებს. როდესაც ნეტარ მოსეს სურდა, ნებისმიერი სხვა ქმნილების შექმნა ეჩვენებინა ამბობდა. თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი. და იქნა ნათელი, იყოს მყარი და გახყაროს წყლები, იყოს მნათობები, აღმოაცენოს მიწამ მცენარეული, ბალახი, გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლები, გამოიღოს მიწამ სულდგმული. ხედავ, ყველაფერი როგორ შეიქმნა სიტყვით. ახლა კი ის ვნახოთ ადამიანის შექმნის შესახებ რას ამბობს. და შექმნა ღმერთმა კაცი. შეხე, როგორ შეესაბამება ეს იმ სიტყვებს, რაც ჩვენს უძლურებასაც ითვალისწინებს და კაცის შექმნის საშუალებასა და განსაკუთრებულობასაც გვიჩვენებს. ანუ ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, იგი თითქოს თავად უფლის ხელით შეიქმნა. ამაზე სხვა წინასწარმეტყველიც ამბობს: შენმა ხელებმა შემქმნეს მე და დამბადეს მე. ღმერთს რომ ადამიანისათვის მიწიდან გამოსვლა ებრძანა, მითხარ, განა ეს ბრძანება ვერ შესრულდებოდა? მაგრამ იმისთვის, რომ თვით შექმნითაც კი გაკვეთილის გამეორება შევძლოთ საკუთარი თავის ზომაზე მეტად არ განვადიდოთ, სწორედ ამიტომ მოსე ყველაფერს ასე დაწვრილებით მოგვითხრობს და ამბობს: შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მიწიდან აღებული მტვრისაგან. სწორედ აქედან უნდა დაინახო პატივი ადამიანს რომ ებოძა. ღმერთი იღებს არაუბრალოდ მიწას, არამედ მტვერს, მიწის უწვრილეს ნაწილს და სწორედ ამ მიწიდან აღებულ მტვერს სხეულად აქცევს. როგორც თავად არსი მიწისა შექმნა მან არ ყოფნისაგან, ისევე ახლა, როდესაც ეს ინება, მან მიწიდან აღებული მტვერი სხეულად გარდაქმნა. აქ ნეტარი დავითის სიტყვები უნდა შევძახოთ. ვინმე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ ყმეს ყოველნი ქებულებანი მისნი? იმიტომ რომ ღმერთმა მტვრისაგან ასეთი ცხოველი გამოიყვანა, ასეთი ღირსებით შემოსა და იმ თავითვე როგორ ქველმოქმედებს მისთვის და ყველაფრით გამოხატავს კაცმოყვარებას. და შთაბერა მას ამბობს სიცოცხლის სული და ცოცხალსულად იქცა ის კაცი. აქ ზოგიერთი საკუთარი წარმოსახვებით გატაცებული და ღვთისასურველ აზროვნებას მოკლებული უგნური, წერილისთვის დამახასიათებელ გამოხატვის საშუალებებს რომ არ დაგიდევს, ბედავს და ამბობს, რომ სული ღვთის არსებისაგან გამოვიდა. ვაი უგუნურებავ და ვაი უმეცრებავ! წარწმედის რამდენ გზას უჩვენებს ეშმაკი მისი მსახურების მოსურნეთ. და ამის მისახვედრად ნახე, რა ურთიერთსაპარისპირო გზით მიდის ეს ხალხი. ერთნი მიზეზობენ გამოთქმას, შთაბერა, ამბობენ, რომ სულები ღვთის არსებიდან გამოდიან. მეორენი პირიქით ამტკიცებენ, რომ ისინი უმდაბლეს ქმნილებებად გადაიქცევიან.
აბა ამ უგუნურებაზე უარესი რაღა იქნება? რადგან გონება დაბნელებიათ და წერილის ჭეშმარიტი არსი ვერ შეუცნიათ, ამიტომაა რომ სულიერად დაბრმავებულები ურთიერთსაპირისპირო უფსკვლელში ცვივიან. ერთნი თუ სულ ზედმეტად აამაღლებენ, მეორენი ზედმეტად ამდაბლებენ. თუ კი იმის გამო რომ წერილი ამბობს და შთაბერა მას, ღმერთს ბაგის ქონა უნდა მივაწეროთ, მაშ რა არ უნდა ვთვლიდეთ რომ ღმერთს ასევე აქვს ხელებიც. აკი ნათქვამი შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი? მაგრამ იმისთვის რომ მათი ამაოდმეტყველების მხილებისას თვითონაც უწესო ლაპარაკი არ მოგვიხდეს, მათ უგუნურებასა და უკიდურეს შლეგურ ქადაგებას ნუ გამოვედევნებით და წმინდა წერილის სწავლებას მივყვეთ, რომელიც თავისთავად განგვიმარტავს ყველაფერს, თუ კი ყურადღებას არ მივაქცევთ მოუხეშავ სიტყვებს და გავითვალისწინებთ, რომ ამ მოუხეშავი სიტყვების მიზეზი თავად ჩვენი უძლურებაა. სხვაგვარად ადამიანური ყურისათვის შეუსაბამო სიტყვებით სწავლების მიღებას ჩვენ ვერ შევძლებდით. ასე რომ ჩვენი უძლურების გათვალისწინებით იმის გაცნობიერებით, რომ ეს ყოველივე ღმერთს ეხება, ეს უკანასკნელი სიტყვები ისე მივიღოთ, როგორც ღმერთზე საუბრისთვისაა განწესებული. ღმერთს ხორციელ სახეს და სხეულის ასოთა ქონას ნუ მივაწერთ, არამედ ღვთივწესიერებით წარმოვიდგინოთ იგი. ღმერთი უბრალოა, მარტივი, მას არა აქვს გარეგნული სახე. ამიტომ, თუ შევეცდებით, რომ საკუთარი თავის მიხედვით ვიმსჯელოთ და მისი ასოთა აგებულება წარმოვიდგინოთ, მაშინ ელინურ ცდომილებას ვერ ავწდებით. მაშ, როდესაც გესმის, რომ წერილი ამბობს, შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი, ეს ისე გაიგე, როგორც სიტყვები. და იყოს. ასევე, როდესაც მოისმენ და შთაბერა მას სიცოცხლის სული, მიხვდი, რომ როგორც უხორცო ძალები შექმნა, ასევე ისურვა მან, რომ მტვრისაგან შექმნილი კაცის სხეულს გონიერი სული ჰქონოდა და ამ სულს სხეულის ასოებით ესარგებლა. ღვთის ბრძანებით შექმნილი ეს სხეული იდო, როგორც იარაღი, რომელსაც ამოძრავება სჭირდებოდა. ან და უკეთ რომ თქვათ, როგორც ქნარი, რომელსაც მხოლოდ ის დარჩენია, რომ ვიღაცამ უდიდესი ნიჭითა და ხელოვნებით შეძლოს და თავისი სხეულის ნაწილების დახმარებით, როგორც სიმებით ქება მიუძღვნას უფალს. შთაბერა ამბობს მას სიცოცხლის სული და ცოცხალ სულად იქცა ის კაცი. რას ნიშნავს? შთაბერა მას სიცოცხლის სული. იმას, რომ მან ისურვა და ბრძანა, რომ შექმნილ სხეულს ქონოდა სიცოცხლის ძალა, რომელიც ამ ცხოველს ცოცხალ სულად აქცევდა, ანუ მოქმედად, და იმის შემძლეთ, რომ თავისი ხელოვნება ასოთა მოძრაობით გადმოეცა. ამითაც შეიცან განსხვავება ამ გონიერი, საოცარი ცხოველისა და უსიტყვურთა შექმნას შორის. მათზე ამბობს ღმერთი: გამოიყვანოს წყალმა მცურავი ცხოვლების სულდგმულნი და მიწაზეც სწორედ ამგვარადვე ამბობს: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი. ადამიანზე კი იგივე არ ხდება, არამედ თავდაპირველად სხეული იქნება მტვრისგან, შემდეგ კი მას ეძლევა სიცოცხლის ძალა, რაც სულის არს გულისხმობს. ამიტომაცაა, რომ მოსე უსიტყურების შესახებ ამბობს: სული, ხორცი და სისხლი. ხოლო ადამიანში უხორცო და უკვდავი ყოფიერებაა, რაც სხეულზე განუზომლად უპირატესია, აღემატება სწორედ იმდენად, როგორც უხორცო უნდა აღემატებოდეს ხორციელს. თუმცა შეიძლება ვინმე მიკითხოს: თუ კი სული ხორცზე მეტია, მაშ პირველად უმდაბლესი რად იქნება, შემდეგ კი უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი? ვერ ხედავ საყვარელო, რომ სხვა ქმნილებებზეც იგივე ხდება? ცა და მიწა, მზე და მთვარე და ყველა სხვა დანარჩენი, ასევე უგუნური ცხოველები უკვე შექმნილები იყვნენ და მათ შემდეგ იქნება კაცი, რომელსაც ყოველივე ამ ქმნილებაზე ბატონობა უნდა დაკისრებოდა. სწორედ ამგვარადვე კაცის შექმნისასაც ჯერ სხეული გამოჩნდება, შემდეგ კი რაც მასზე უძვირფასესია სული. როგორც უსიტყურები მის მსახურად და სარგებად გაჩენილნი, ჩნდებიან ადამიანზე უწინ, რომ მას, ვისაც მათით უნდა ესარგებლა, უკვე ყველაფერი გამზადებული დახვედროდა, ასევე სხეულის შექმნა წინ უსწრებს სულის შექმნას. რათა იმ დროისათვის, როდესაც ღვთის გამოუთქმელი სიბრძნით სული შეიქმნება, თავისი ცხოველმყოფელობა სხეულის ნაწილთა მოძრაობით დაამოწმოს. გააშენა ამბობს ღმერთმა 64 ედემის აღმოსავლეთით და დადო იქ კაცი, რომელიც შექმნა. როგორც კი თავისი კაცთმოყვარება აჩვენა და დასაბამი დაუდო იმას, რისთვისაც ყოველივე ხილული შექმნა, უფალი მაშინათვე იწყებს მასზე ყოველგვარი სიკეთის გადმოღრას. გააშენა ამბობს ღმერთმა 64 ედემის აღმოსავლეთით. აქედანაც მიხვდი საყვარელო, რომ თუ კი წერილის სიტყვებს ღვთივწესიერებით არ გავიგებთ, გარდაუვალად ღრმა უბსკრულში აღმოჩნდებით. და რას ამბობენ ყოველივე ამაზე ისინი, ვინც ღმერთზე ლაპარაკისას ყველაფერს კაცობრივად იგებენ? აი რას ამბობენ: გააშენა ნათქვამია ღმერთმა 64-ო. და მითხარ: განა მას 64-ის გასაშენებლად არაფერი დასჭირდა, ან მიწის დამუშავება, ან სხვა რამეგვარი საქმიანობა. არამც და არამც, აქაც სიტყვა გააშენა უნდა გავიგოთ როგორც ღმერთის ბრძანება, რომ დედამიწაზე 64 აღმოცენებულიყო, რათა იქ შექმნილ ადამიანს ეცხოვრა. და რომ ღმერთმა სწორედ მისთვის შექმნა 64 უსმინე, ამაზე თავად წერილი რას ამბობს. გააშენა ამბობს ღმერთმა 64 ედემის აღმოსავლეთით და დადო იქ კაცი, რომელიც შექმნა. სწორედ იმის გამო თქვა ნეტარმა მოსემ ეს სიტყვები, რომ ამაოდმეტყველების მოყვარულებმა ამ პარტავნებით არ აცდუნონ უბრალო მსმენელები და არ წარმოადგენინონ, თითქოს 64 ზეცაში იყო და არა მიწაზე, და სხვა ამგვარი მითოლოგიური ბოდვების გავრცელებას არ მიჰყონ ხელი.
ხოლო თუ წმინდა წერილის ესოდენ გამოწვლივითი სიტყვების შემდეგაც საკუთარი მჭერმეტყველებით და გარეგნული სიბრძნით გაამპარტავნებული ზოგიერთი ადამიანი წერილის საწინააღმდეგოდ მაინც ამბობს, რომ 64 ზეცაშია და არა მიწაზე და კიდევ მრავალ სხვას იმის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს, რაც დაწერილა, თუ სულ სხვა გზას მიჰყვება და მიწის შესახებ თქმულს ზეცას მიაწერს, მაშინ მართლაც სადამდე მივიდოდნენ ისინი, სულიწმიდის წინამძღვრობით მოსეს თავის ნათქვამი ასე გასაგებად რომ არ გადმოეცა. წმინდა წერილს, როდესაც რამის სწავლება სურს, თავადვე განმარტავს და ცდომილების საშუალებას არ ტოვებს. მაგრამ რადგანაც ბევრი ადამიანი შემოთავაზებულ სწავლებას იმისთვის კი არ ისმენს, რომ წმინდა წერილისაგან რამე ირგოს, არამედ სიამოვნებისთვის. ამიტომ ისინი იმას კი არ მიელტვიან, რაც სასარგებლოა, არამედ იმას, რაც მოსწონთ. ამიტომ გევედრებით ყური მოარიდეთ ყველა ამდაგვარ ცრუ სწავლებას და წმინდა წერილის წესს მისდიეთ. და როდესაც საყვარელო მოისმენ, რომ გააშენა ღმერთმა 64 ედემის აღმოსავლეთით, ეს სიტყვა გააშენა ღვთივწესიერებით გაიგე, ანუ როგორც ბრძანა, ხოლო მომდევნო სიტყვებთან დაკავშირებით კი გწამდეს, რომ 64 სწორედ იმ ადგილას იყო, სადაც წმინდა წერილი მიუთითებს. წმინდა წერილზე არ მინდობა და საკუთარი დასკვნებით მსჯელობა ვგონებ ამ საქმის მიმდევრებს დიდ საფრთხეს უქმნის. და დადო იქ კაცი, რომელიც შექმნა. შეხე, იმ თავითვე როგორ პატივს სცემს ღმერთი ადამიანს. 64-ის მიღმა შექმნილი იმ თავითვე შეჰყავს იქ, რომ თავისი ქველმოქმედება საქმით აგრძნობინოს. იმისთვის, რომ კაცისთვის მინიჭებული ეს პატივის საქმით დამოწმებულიყო, 64-ში შეიყვანა იგი. და დადო იქ კაცი, რომელიც შექმნა. და სიტყვა დადო კვლავ ისე უნდა გავიგოთ, თითქოს და ეთქვას. მან უბრძანა ადამიანს, ეცხოვრა იქ, რათა 64-ის ცქერას და იქ მკვიდრობას სიამით აევსო. ხოლო იმის გაცნობიერებას, რომ თუ ჯერაც არაფერი გაუკეთებია, მაინც დიდი სიკეთით აავსეს, მადლიერების გრძნობა გაეღვიძებინა მის არსებაში. ნუ იუხერხულებ ამ სიტყვას. დადო, რადგანაც წერილს ყოველთვის ჩვევია, რომ ჩვენთვის და ჩვენ და სარგებად გამოხატვის ადამიანურ ფორმებს მიმართოს. და ამაში რომ დარწმუნდნენ, ნახე ადრეც ვარსკვლავების შექმნაზე რომ მოგვითხრობდა, მან გამოხატვის ასეთსავე საშუალებას მიმართა. დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე. და არა იმისთვის, რომ ჩვენ ისინი ცაზე მიკრულებად წარმოვიდგინოთ თითოეული მათგანი ხომ მოძრაობს და გადაადგილდება. არამედ ღმერთი მათ ცაზე ყოფნას უბრძანებს ისევე როგორც 64-ში დამკვიდრება უბრძანა ადამიანს. აღმოაცენა ამბობს უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი და შუაგულ ბაღში ცხოვრების ხე და ის ხე კეთილისა და ბოროტის შესაცნობად. აი შექმნილის პატივისცემის კიდევ ერთი გამოვლინება ღვთისაგან. რადგან კაცის 64-ში ცხოვრება ისურვა, ღმერთმა მიწას უბრძანა სხვადასხვაგვარი ხის აღმოცენება, რომელთა შეხედვა მას გაამხიარულებდა კიდეც და საკვებადაც გამოდგებოდა. ყოველი ხე სანახავად საამო, ანუ შესახედად მშვენიერი და საჭმელად ვარგისი. ანუ შემძლე იმისა, რომ ზერაც გაეხალისებინა, გემოც შეეტკბო და თავისი სიუხვით დიდად ესიამოვნებინა ის, ვინც მას მოიხმარდა. ერთი სიტყვით ღმერთმა აღმოაცენა ყოველი ხე, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. ხედავ, რაოდენ უსაფრთხოა სამყოფელი. ხედავ, რა საოცარი ყოფაა. ადამიანი მიწაზე ანგელოზივით ცხოვრობდა, ხორცი ემოსა და ხორცელი არ აჭირდებოდა რა. როგორც მეწამულითა და დიადემით მორთული და პორფირით მოსილი მეფე 64-ში ცხოვრებით ნეტარებდა და ყველაფერი უხვად ჰქონდა. წერილი ამბობს, რომ დანერგა ღმერთმა. შუაგულ ბაღში ცხოვრების ხე და ის ხე კეთილისა და ბოროტის შესაცნობად. მას შემდეგ, რაც დაგვანახა, რომ მიწამ ღვთის ბრძანებით ყოველგვარი ხე აღმოაცენა, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, წერილი ამის შემდეგ დაურთავს. და ცხოვრების ხე და ის ხე კეთილისა და ბოროტის შესაცნობად. კაცთ მოყარე ღმერთი როგორც შემოქმედი, წინასწარ ჭვეთს, დროთა განმავლობაში რამდენად სახიფათო გახდება კაცისთვის სრული თავისუფლება და ამიტომ მან აღმოაცენა ხე კეთილისა და ბოროტის შესაცნობად, რომლის ნაყოფის ჭამისაგანაც მალე თავშეკავებას უბრძანებს კაცს, რათა ადამიანს ახსოვდეს, რომ ღვთის მადლითა და კაცთ მოყარებით ტკბება იგი ყოველგვარი სიკეთით და რომ როგორც მისი ბუნების, ასევე ყოველივე ხილული შემოქმედი უფალია. სწორედ ამიტომ მოსე აქ ახსენებს ამ ხეს და შემდეგ თხრობას განაგრძობს მდინარეთა სახელების ჩამოთვლით, მათი ასე ვთქვათ დაყოფით. და იმით, რომ ამ მდინარეებით 64-ს რომ ანოყივრებდნენ და 4 სათავე შექმნეს, დაისაზღვრა მიწიერი ქვეყნები. შესაძლოა ისინი, ვისაც საკუთარი თავით ბრძნობას ჩვევიათ, აქაც არ უშვებენ, რომ მდინარეები ნამდვილად მდინარეებია, ხოლო წყლები, ნამდვილად წყლები. და თავიანთ მსმენელებს ჩააგონებენ, რომ მათ წყლისა და მდინარის მიღმა რაღაც სხვა წარმოიდგინონ. მაგრამ გთხოვთ, ამ ხალხს ყურს ნუ დაუგდებთ, სმენა დავიხშოთ მათთვის, წმინდა წერილს დაუჯეროთ და იმას მივდიოთ, რაც იქ წერია. ვეცადოთ, რომ ჩვენ სულებში სწორი დოგმატები დავიცვათ და გარდა ამისა, სწორად ვიცხოვროთ, რათა ჩვენი ცხოვრება ამოწმებდეს დოგმატების ჭეშმარიტებას და დოგმატები კი ჩვენს ცხოვრებას განამტკიცებდნენ. ისევე როგორც დოგმატების სწორი ცოდნა არას გვარგებს დაუდევარი ცხოვრების შემთხვევაში, ასევე წესიერი ცხოვრება, თუ კი დოგმატებს არად ჩავაგდებთ, ვერ გვაცხონებს. თუ გენისაგან დახსნა და სასუფეველში ყოფნა გსურს, უნდა შევიმკოთ ერთიცა და მეორეც. დოგმატთა მართებულობა და მკაცრი ცხოვრება. და მართლაც მითხარ, რას გარგებს ხის სიმაღლე და ფოთოლთა სიმრავლე, თუ კი მან ნაყოფი არ მოგცა.
ასევე ქრისტიანს ვერ ასარგებს დოგმატების სწორი ცოდნა, თუ თავის ცხოვრებას არ უფრთხილდება. ამიტომაც ქრისტე ნეტარს უწოდებს ასეთ ადამიანებს. ნეტარია, რომელმან ყოს და ასწავლოს. საქმით სწავლება გაცილებით სარწმუნო და ნამდვილია, ვიდრე სიტყვით სწავლება. ასეთები მდუმარებითაც კი სრულიად უჩინრად დარჩენილები ასწავლიან სხვებს. ზოგი იმით სწავლობს, რომ უყურებს მათ. ზოგი კი იმით, რომ ესმის მათ შესახებ. და ასეთები განსაკუთრებით უყვარს ღმერთს, რადგანაც არა მხოლოდ თავად ადიდებენ უფალს, არამედ უფლის დიდებას ასწავლიან მათაც, ვინც მათ უყურებს. ასეთები ათასობით ენითა და მრავალი ბაგით აღუვლენენ ყოველთა ღმერთს მადლობასა და სადიდებელ გალობას, რადგანაც მხოლოდ მათ ახლობელებსა და მათი ცხოვრების მცოდნეებს კი არ აკვირვებენ ისინი და მათი ღმერთი. არამედ ის ადამიანებიც კი ოცდებიან, ვინც მათ პირადად არ იცნობენ, ვისაც მათზე მხოლოდ სხვებისაგან სმენიათ და მათგან ძალიან შორს ცხოვრობენ. მარტო მეგობრებს კი არა, მტრებსაც კი გააოცებს მათი სათნოებების სიმაღლე. სათნოებების ძალა იმაშია, რომ ისინი მტრებსაც კი დაუხშობენ ბაგეს და ენას აულაგმავენ. და როგორც სუსტი თვალები მზის შეხედვას ვერ გაბედავენ, ასევე ცოდვა ვერასოდეს გაბედავს შეხედოს სათნოებას. გაერიდება, გაიქცევა და თავის მარცხს აღიარებს. ამაში დარწმუნებულებმა სათნოებებს მივდიოთ, ჩვენი ცხოვრება სწორად მოვაწყოთ და ცოდვებისაგან თავი შევიკავოთ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, თუნდაც ისინი უმნიშვნელოები და პატარები ჩანდნენ. თუ მცირე ცოდვებს მოვერიდებით, მაშინ დიდს აღარასოდეს ჩავიდენთ. ხოლო დროთა განმავლობაში, ზეციური შეწევნით, უმაღლეს სათნობასაც მივაღწევთ, მომავალ ტანჯვას ავირიდებთ და მარადიულ სიკეთეს მივიღებთ. მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს მამისა და სულისა წმინდისა თანა დიდება, პატივი და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.